ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუდმივად მიმდინარეობს ელექტრონული კატალოგების შევსების პროცესი. მე კონკრეტულად მუშაობ იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდზე და სწორედ ამ მუშაობის პროცესში დავამუშავეთ ოსკარ კოკოშკას წიგნი „მეოცნებე ყმაწვილები“. გადავწყვიტეთ, რომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ეს ნამუშევარი. იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში მუშაობთ წიგნების პასპორტიზაციაზე, რაც გულისხმობს ბიბლიოგრაფიული ცნობების სრულად მოძიებას. ეს წიგნი საკმაოდ ძვირად არის შეფასებული და მე-20 საუკუნის არც წიგნად არის აღიარებული. ითარგმნება როგორც „მეოცნებე ყმაწვილები“, რომელიც დაბეჭდილია 1917 წელს. წიგნს აქვს საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ მას ვენის სახელოსნომ დაუკვეთა საბავშვო წიგნის ილუსტრაციები. ანუ ჩაფიქრებული იყო როგორც საბავშვო წიგნი. კოკოშკამ პირველადი დაკვეთა შეცვალა და საბოლოო ჯამში გამოვიდა უფრო დიდების ხაპარი. წიგნი გაფორმებულია 8 ფერადი ლითოგრაფიული ილუსტრაციით და 2 შავთეთრი ილუსტრაციით. ეს 2 შავთეთრი ილუსტრაცია თავად წიგნში არის მოქცეული, ხოლო მესამე ყდაზე არის განთავსებული. წიგნის მომზადება 1907-1908 წლებში მიმდინარეობდა. დამკვეთი არ იყო კმაყოფილი აი ამ წიგნის შესრულებით, ვინაიდან სხვა დაკვეთა ჰქონდა კოკოშკას და გამოფინეს ამ ვენის სახელოსნოში, თუმცა კრიტიკოსთა წყრომა დაიმსახურა. მეტსახელიც კი შეარქვეს მაშინ კოკოშკას ველური უწოდეს და მოკლედ დაახლოებით 500 ეგზემპლარად დაიბეჭდა, თუმცა წიგნი არ გაიყიდა და უკვე თითქმის 9 წლის შემდეგ 1917 წელს უკვე ლაიფციგში სხვა გამომცემლობამ დაბეჭდა შეზღუდული ტირაჟით 275 ცალი დაიბეჭდა. ყველა ეგზემპლარი ინდივიდუალურად არის დანომრილი. ჩვენს ფონდში ინახება 225 ცალი. 1951 წელს არის ბიბლიოთეკაში შემოსული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ როგორ შეიძლება მოხვედრილი იყო საქართველოში ეს წიგნი, ვინაიდან ასეთი მცირე ტირაჟით არის დაბეჭდილი. აი ზუსტად მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოდერნიზმის საკმაოდ ფეხს იკიდებს საქართველოში და თბილისი იყო ამის ერთ-ერთი ცენტრი. ამ დროს დუღდა ცხოვრება მოკლედ თბილისში და სავარაუდოდ აი ასე უნდა იყოს მოხვედრილი, თუმცა თავად ბიბლიოთეკაში როგორ მოხვდა, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ 1951 წელს შემოვიდა ბიბლიოთეკაში. წიგნს ახლავს მიძღვნა, რომელიც მიძღვნილია გუსტავ კლიმტისადმი. კლიმტმა ხარი დაუჭირა კოკოშკას ექსპრესიონისტულ მიდგომებს და კოკოშკამ აი კლიმტის მოტივები გამოიყენა ამ წიგნის ილუსტრირების დროს. იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ეგზემპლარები განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს. მკითხველსა და მსურველს ჩვენ ვუციფრებთ წიგნებს და 3 დღეში მისთვის უკვე ხელმისაწვდომი არის თავისი სახლიდან შეუძლია მეილი გახსნას და დაათვალიეროს ან გამოიყენოს ესა თუ ის წიგნი. გაციფრების პროცესი სწორედ იმას გულისხმობს, რომ როგორც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი აი ამ ეგზემპლარის ნახვა 100 წლის შემდეგ სხვისთვისაც რომ გახდეს შესაძლებელი. ამიტომ ეს შეზღუდვა კი არ არის, ვინაიდან ხელით შეხება არ შეუძლია მკითხველს, არამედ არის დაცვა ამ ეგზემპლარებისა, რომ შემდეგი თაობებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი ამ ძვირფასი ეგზემპლარის ნახვა.